მოგესალმებით. 2023 წელი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის ბევრი სიახლით, წარმატებით და ახალი სახეებით დაიწყო. მე გვანცა არქანია ვარ, ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობის დაწყება ამ ცენტრში გადაწყვიტა. ჩემთვის ეს ცენტრი არ არის მხოლოდ სამსახური, არამედ ეს არის ოჯახი, სადაც ყოველთვის გელოდებიან, სადაც საქმეც ყოველთვის გელოდება და მაქსიმალურად თითოეული ადამიანი ცდილობს განვითარებაზე ორიენტაცია ჰქონდეს აღებული. ახლა მინდა გადავინაცვლოთ იმ ადგილას, სადაც მზადდება თქვენთვის კარგად ნაცნობი პროექტები თუ ნიუსები. მოგესალმებით, მეგობრებო. დღესდღეობით აქ მზადდება მეწარმე აფხაზეთიდან, რომელიც არის საახალწლო შემაჯამებელი გადაცემა და მისი ავტორი არის იზი აფშილოვა. ასევე ამ გადაცემასთან ერთად მზადდება საახალწლო შემაჯამებელი გადაცემა, რომელსაც უძღვება ეკა შუკვანი. თქვენ ამის ხილვა შეგეძლებათ ჩვენს სოციალური მედიის პლატფორმებზე. ახლა კი მინდა გადავინაცვლო იმ ადგილას, სადაც იმყოფებიან სხვა ჟურნალისტები, რომლებიც შეაჯამებენ მთელი ერთი წლის საქმიანობას. ისაუბრებენ იმ პროექტებზე, რომლებსაც მთელი ერთი წლის განმავლობაში უძღვებოდნენ და ასევე საახალწლო სურვილებსაც გამოგვიგზავნიან. წლევანდელი 20-23 წელი მართლაც გამორჩეული და სიახლეებით დატვირთული იყო ცენტრისთვის. ცენტრს ახალი დირექტორი ყავს და შესაბამისად ბევრი ახალი პროექტი მომზადდა. ცენტრს დაემატა ახალი და ახალგაზრდა სახეები, რომელმაც ცენტრის მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური და მოქნელი გახადა. რაც შეეხება ახალ პროექტებს, მასზე ჟურნალისტები უფრო დეტალურად ისაუბრებენ. მე უშუალოდ იმ ორ პროექტზე მოგახსენებთ, რომელშიც მე ვარ ჩართული. გამოვყოფდი პროექტს ემიგრანტი აფხაზეთიდან, რომელიც გაგაცნობ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც სირთულეების მიუხედავად შეძლეს თავის დამკვიდრება საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოს კულტურას აფხაზეთს აცნობენ საერთაშორისო საზოგადოებას. მიანვე აფხაზეთზე არ არის ახალი პროექტი, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გრძელდება და ნახვადობა დღითი დღე იზრდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს წელი იმითაც, რომ წელს ავსტრიელი მწერლისა და ჟურნალისტის ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ნომრად ჩამოთვლილი პროექტები მიმართულია მშვიდობის, მშენებლობის და ნდობის აღდგენის პროცესების ხელშეწყობისადმი. ამიტომაც ვისურვებდი, რომ მომავალი 2024 წელი შერიგების, ნდობის აღდგენისა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პროცესში გარდატეხის შემტანი წელი ყოფილიყო. ჩვენი სამინისტროები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას და პროექტს ახორციელებენ, რაც სამწუხაროდ ბევრმა დევნილმა არ იცის, მეც ბევრი რამ არ ვიცოდი მართლა და ეხლა სიუჟეტების მომზადების დროს ბევრი რამ აღმოვაჩინე და ის პროგრამები, რაც არის მე სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი, გამიჭირდება, ძალიან ბევრი პროგრამა არის და ეს პროექტი გაგრძელდება 2024 წელსაც, იმიტომ რომ სრულად ვერ მოვასწარეთ ნამდვილად ყველა პროგრამის და პროექტის გადაღება და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორად ვაწვდით ინფორმაცია ჩვენ დევნილ მოსახლეობას. აფხაზური სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენი მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ის კერძები, რომლებიც წლების განმავლობაში მკეთდებოდა აფხაზეთში, აფხაზების მიერ და ასევე იქ მცხოვრები ქართველების მიერ, რომლებიც კერძებმა, რომლებიც წლებს გაუძლეს, მივაწოდოთ სწორად მათი მომზადების წესი ჩვენს აუდიტორიასაც. მთავარია მონაწილეობას იღებენ ცნობილი და გამოცდილი შებზარეულები და ეს პროექტი გაგრძელდება და არა მხოლოდ შებზარეულები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ის ადამიანები შეიძლება საერთოდ არ იყვნენ აფხაზეთიდან, მაგრამ დღემდე ამზადებენ თავიანთ სამზარეულოში ამა თუ იმ აფხაზურ კერძს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან მცირე დროში ჩვენ შევძელით ის, რომ 3 მილიონზე მეტ ადამიანს გავაცანით თავი ჩვენი პროექტებით, ჩვენი საინფორმაციო სიუჟეტებით და ჩვენი საინფორმაციო ვიდეოებით. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სოციალური ქსელების შევქმენით აბსოლუტურად ახალი და თავიდან გავაკეთეთ როგორც TikTok პლატფორმა, ასევე Facebook-ი და Instagram-ის გვერდები, სადაც ყოველდღიურად იტვირთება მედია პროექტები და საინფორმაციო სიუჟეტები და რაც ყველაზე მთავარია, ყველამ ძალიან კარგად იცით ის, რომ TikTok-ი არის გასართობი პლატფორმა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ იმდენად მიზნობრივი კონტენტი შევქმენით, რომ ჩვენი საინფორმაციო სიუჟეტები და ჩვენი საინფორმაციო ვიდეოები მივიტანეთ იმ ადამიანებამდე, რომლებიც დღეს არიან ჩვენი აქტიური მხარდაჭერები, აქტიური მაყურებლები და ეს გამოიხატება იმ კომენტარებში და შეფასებებში, რომელსაც ისინი აკეთებენ ჩვენი მისამართით. დაგვემატა ორი გადაცემა, ერთი არის პასუხები დევდილებს და მეორე მირავესტიტი, რომელიც იწერება ამ სტუდიაში. ეს ორი სიახლე და იმედია მომავალ წელს კიდევ დაგვემატება ახალი პროექტები, რითაც ალბათ უფრო შევავსებთ სტუდიის მუშაობას. 2024 წელს მინდა სურუ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს
უფრო მეტი პროექტები და უფრო წარმატებული პროექტები ქონოდეს და რა თქმა უნდა ყველა მაყურებელს და ყველა აფხაზეთელს მინდა უსურვო მომავალი ახალი წელი ბედნიერების, სიუხვის და ჯანმრთელობის და რა ვიცი მთავარია მშვიდობა იყოს. ძალიან საინტერესო გამოდგა პირადად ჩემთვის 2023 წელი. ბევრი გამოწვევით იყო სავსე და ვფიქრობ წარმატებით გავართვით თავი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა ჩემ ხელმძღვანელს ბატონ რუსლან აბაშიძეს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მთელი 1 წლის განმავლობაში მეკეთებინა საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს თემაზე, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეულია, ძალიან მშობლიურია და ვფიქრობ ვეცადე რომ მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და ყველა ის პროექტი, რომელიც წლის დასაწყისში დავგეგმეთ, თამამად შემიძლია ხო წლის ბოლოს თქვა, რომ წარმატებით განვახორციელეთ. ყველაზე მეტად გამოვყოფდი პროექტს გოგონები აფხაზეთიდან, რადგან ამ პროექტმა მოიპოვა მშვიდობის ჯილდო, როგორც საუკეთესო სამშვიდობო იდეა და ჩვენ ნოემბრის თვეში ვიყავით ევროპარლამენტში, სადაც აფხაზი მილენა აჟიბა აფხაზურ ენაზე გამოვიდა და ისაუბრა ქალთა უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პრობლემებზე, რომელიც დღეს საქართველოში არის ოკუპაციის კუთხით. ვფიქრობ, პროექტი მომავალ წელსაც წარმატებით გაგრძელდება. ასევე ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი პროექტი იყო ომის სტოლი, რომელიც სექტემბერში მეუძღვენით სოხუმის დაცემის 30 წლის თავს და ჩავწერეთ 27-30 წლის ადამიანი და მათი სამშვიდობო გზავნილები ენგურსიკით საქართველოში. ვფიქრობ, ამ პროექტით ჩვენ ხაზი გაუსვით ფაქტს, რომ საქართველოში არ იზრდებიან თაობები სიძულვილში და ყველა მათგანი სურვილია უკან დაბრუნება აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთოდ არ უნახავთ აფხაზეთი და დაიბადნენ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კი, ჩვენ წელს წარმატებული წელი გვქონდა, თუმცა ეს იყო მხოლოდ წარმატებული სტარტი, რადგან ვფიქრობ, უამრავი, უფრო მეტად საინტერესო და საჭირო პროექტი გველოდება და პრინციპული საკითხია, რომ აფხაზეთს ჰქონდეს თავისი ტელევიზია, თავისი მაუწყებელი. კი, დღეს სოციალური მედია უფრო მეტად არის პოპულარული, უკვე თაობები ახალ ამბებს ეცნობიან სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საინფორმაციო სააგენტოებით, თუმცა ტელევიზიის ეპოქა ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი მედია პროექტები უკვე გადიოდეს სატელევიზიო ეთერითაც და ვფიქრობ, მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ეს. და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოს, როდესაც კიდევ ერთხელ ჩავწერთ წლის შემაჯამებელ ინტერვიუს, ვიტყვი, რომ ჩვენ ამასაც თავი წარმატებით გავართვი. მე მარტო ვერაფერს ვერ შევძლებდი, რომ არ მყოლოდა ძალიან ძლიერი გუნდი. ყველა მათგანი წინა წლის იანვარში გავიცანი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის გუნდი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. ვამაყობ, რომ ვარ მათი ხელმძღვანელი და მათთან ერთად ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო 2024 წელი გველოდება. მინდა მადლობა უთხრა ასევე ყველა მაყურებელს, რომელიც ელოდება საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებულ მასალებს სოციალურ ქსელებში, უყურებს, გვენდობა, გვირეკავს, გთხოვს, რომ მათი აქტივობები გავაშუქოთ. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელსაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ფიქრობენ და ზრუნავენ აფხაზეთზე.